დღეს დილით რო ვდიქი 74 კილო ვიყავით უკვე. ყოველ დილით რო ვიღვიძებ, წონები პირველ რიგში, ქრაშუნას შევჭამ. ქრაშუნას რო შევჭამ, მერე ვიმზადებ, რომ სამუშაოდ წავიღო საჭმელი, ასე ვთქვათ. 2 საათი ადრე სანამ სავარიშოთ მოვალ. პრე-ვორკაუტით ვაკეთე, შევჭამ ბრინჯის ფქვილი, ასე ვთქვათ და მერე შატყით მოვდივარ სავარჯიშოდ. სავარჯიშოდან მერე სახლში მოვდივარ, შატყმა შევჭამ, გამოვიცოლი. სამსახურში მოვდივარ მერე ისე და სამსახურიდან რო გამოვალ მე ვაკეთებ ნაბიჯებს 1 საათი დავდივარ დაახლოებით. ახლა წავალ ჯიმში, იმედია ხალხი არ იქნება. იმედია ხალხი იქნება, კარგად დავიღებ ვარჯიშს. 7.6% გვაქვს ცხიმი, საკეში მისწორდება, ანუ ვენები ძალიან გვაქვს იმენა. გვეთხოვა ყველა ვენა, მუცელეც კი მე, პრესეც კი მეთხოვა უკვე ვენები ისე ვარ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ანუ ჯიმში ვერ ხევა, წონებს ვეღარ ვაუმჯობესებ და ანუ რასაც ვცდილობ ხარ, რომ წონები შევინარჩუნო, ასე ვთქვათ. აიგივე წონები გავაკეთო, რომ ანუ კუნთი შევინარჩუნო. წავალ ჯიმში და მე ჩაგერთვებით ჯიმიდან. ერთი ის არის, რომ 83 კილოდან დავიწყეთ, ხარ 74 კილო ვარ და თან 9.9% უკუნა ცხიმი. ეხლა ვარ 7.6%-ზე. ორთვეში გავიკეთეთ ეს ყველაფერი. თავის არის პროცესი გრძელდება. შემოგვიდგათ ხათ ბევრს ჭამ, მაყოფილება 2600 კალორიას ვჭამ ნაკლებაზე და განსხვავებული დღე არის, როცა ვარჯიშობ და როცა ვისვენი, ასე ვთქვათ, როცა ვარჯიშობ 2600 და როცა ვისვენი 2300 კალორია. პრევენტრენს გავაკეთებ, ინტრენერს პროცესულად ეს არის ნახშირწყალი. თუ მეც რომ აგიხსნათ რეებს ვჭამ და როგორ ვჭამ და რაებს ვსვავ და კომენტარით დავლა და ერთი დღე გადავიღებ დიეტას დაკლების შესახებას ვთქვათ. ახლა წყალს ჩავასხავ, დავით სავარიშოთ და აგიხსნით რატომ შევცვალეთ ზაფხულში ვარჯიშები, ასე ვთქვათ და რეები შევცვალეთ, რომ უფრო მეტი ეფექტური ვარჯიში ყოფილიყო, ვიდრე როგორც ვარჯიშობთ, როგორც იყო ზამთარში სხვანაირად ვარჯიშობდით. დეფიციტს კი ვარ თან წონას კი ვიგებ, მაგრამ ანუ ბენჩპრეს არ ვაუქმო, ასე ვთქვათ. სინგლებს ვაკეთებ იგივე შეერეთი და მე ბაკოფს ვაკეთებ 3 სერია 3 და 5 რეპეტიციით, რეილ 2 რეილ 3-ით. რატო შევცვალე ვარჯიში ზაფხულში და ზამთარი განსხვავებით, იმიტომ რომ ზაფხულში ახლა დეფიციტი მაქვს. ეხლა ესპანეთში 40 გრადუსი არის. აქ სადაც მე ვარ, ქალაქში. და 40 გრადუსი ძალიან როცხელა. ტოპსეტ და ბაკოფს ვაკეთებ უფრო. ძალიან იშვიათი მაგალითი არის რომ აკეთება ფაიომდე, უფრო არის აისლირებულ მაგალითს, რომელიც არ იმას ვაკეთებ, დანარჩენს ვაკეთებ ტოპსეტ და ბაკოფს ვაკეთებ. ტოპსეტს ახლა ვაკეთებ უკვე მესამე მიკროციკლოზე ვარ, ასე ვთქვათ. და მესამე მიკროციკლოზე უკვე რილ 0-ით ვაკეთებ, თორე რილ 2-ით დავიწყებ თავიდან. იმიტომ რომ ვარჯიშობ და ფაიომდე რო ვაკეთებ, მეტი ძაღლილობა გვაქვს, ან ცენტრალური სისტემა ძალიან იფიქრება, ასე ვთქვათ და თან რო ცხელა არ გვეხმარება ეს ყველაფერი, რომ უფრო ეფექტურად ვარჯიშოთ და გამოკვლევით რა დადგინდა, ასე ვთქვათ, იგივე ჰიპერტროფია გვექნება რილ 0-ით რო ვაკეთოთ ტოპსეტ და ბაკოფები, ვიდრე ფაიომზე რო ვაკეთოთ სერიები, ასე ვთქვათ. და ანუ პირიქით ჩემი აზრით უკეთესი არის, იმიტომ რომ თუ იგივე გაზრდილობა არის რილ 0-ით რო ვაკეთებ ტოპსეტ და ბაკოფს, ორგანიზმი არ იღლება იმდენად, უფრო შეგიძლია რომ მე მეორე ვარჯიში აგივარჯიშე, ან მეორე სერია, მესამე სერია და ან ვარჯიში ასე ვთქვათ, რაც არის მეტი ძალა ქონი და მეტი ტონაცია და უფრო გეხმარება, ასე ვთქვათ, წონის გაზრდაში და კუნთის შესაქმნელად და ფაქტობრივად ზაფხულში ვარჯიშობ სხვანაირად და ზაფხულში ვარჯიშობ სხვანაირად. ეხლა აქ დავამთავრებ სინგლს და რო გადავალთ მე მაგალითებზე, იქაც აგიხსნით, რატომ ვაკეთებ არეულად, ასე ვთქვათ, ვარჯიშს. ეს მკერდი და მხარი გვაქვს, ასე ვთქვათ. Try to play, but you're never gonna beat me. Look the other way, what I'm doing ain't easy. Bloody hands stained from the people who deceive me. Muddy hands break through the chains, go free me. Looking for change, looking for pulling a mob, pushing a train. I'll never stop, stick to a lane. Pick up the pieces and go rearrange. I'll be the best above all the rest, put me to the test and expect nothing less, your check is I'm chess, what's happening next, yeah. He got the venom, a tangible weapon, no coming in second. This life is a lesson, he got a new engine from pain, it's a blessing. New focus, no guessing, just bold and obsession. All in his possession, you got their attention. I'll leave an impression and take your redemption. Just kill no discretion, your mind is a weapon. 11-11, it's time for progression. ორი სერია მაქვს, ამას კი ვაკეთებ ბორომდან ფაიომდე ვაკეთებ. ორი სერია 7-ით გამეორებით და მე ვაკეთებ ნახევარ მისულებს. რომ ანუ მოუწოთ ასე ვთქვათ მხარი და მის მერე გადავდივართ მკერდზე. მკერდზე რო გადავალ, მე აგიხსნით რატომ გადავედი ხელზე და არ გავაკეთე ჯერ ისევ მხარი.
but you're never gonna beat me. Look the other way, what I'm doing ain't easy. Bloody hands stained from the people who deceive me. Muddy hands break through the chains, go free me. People like sheep move feet, hurt it easy. დამავიწყდა ადრე წინ ვაკეთებდი შევცვალე ასე თქვა ახლა უკვე გავაკეთე და იგივე წონას ვეღარ ვაკეთებ წონას უნდა დავუკლო თან დეფიციტი გვაქვს უკვე ანუ ვარჯიშის გვეტყობა კი შევცვალეთ რუტინა მაგრამ სიცხე მაინც სიცხე არის და არ გვეხმარება ასე თქვა წონას დავუკლებ ახლა და გავაკეთებ მასე გავაკეთებ იმიტომ რომ ფაქტიურად ხალ გვხდება ადაპტაცია ამ მაგალიძე კი ვაკეთებდით ასე თქვა წინა მხარეს ვაკეთებდით, მაგრამ ხანარი მოძრაობაა ცოტა ასე ვთქვათ. და მაგიტო ისე წონას ნაკლებ წონი დავიწყებ და რატო ვაკეთებ სამნაირად. მას ვაკეთებ, ეს ვაკეთებ და აქ ვაკეთებ. განლაგება როგორ არის ფიბრაზე, მაგის თანხმობით ვარჯიშობ. თან უკვე დავიღალე. თან უკვე ეს დეფიციტი კალორიების ნაკლები ენერგია ვოგზა. უკვე ლაპარაკის მგონი მეტყობა. მოდი ჯერ გავაკეთებ წონას დავუკლებ და მე რეგრესში სხვა ვარჯიშს როცა გადავართ. Ready for a fight, believe me. When they try the chains, you can say no, free me. So he's been looking for somebody who could save him, instead of searching inside for what they gave him. A strong will, strong mind causes mayhem. რატომ ვაკეთებ? ხარიბკენ ხანბესთან იმიტომ რომ როცა ახლა მხარს რო ვაკეთებ, ასე ვთქვათ, მკერდი ცოტა ისვენებს და პირიქით როცა მკერდს ვაკეთებ, მე სამხარი ისვენებს და მაგით ვცდილობ რომ უფრო ოპტიმალურად და უფრო კარგად ვივარჯიშო. ვაკეთებ ახლა ადრე წეგან ვაკეთებ, ინტერნეტის წეგან ვაკეთებ, ეს ვაკეთებ. ახლა ამ გამწრულ ვაკეთებ და მე გადავწევ იქით ხარეს უფრო მეც. აქ გვაქვს ორი სერია გვაქვს, შვიდენასი გემორება იგივე და მე გადავდივარ კედზე. Change the world, change times, rearrange them. Staying on pace, running the race. Life is a chase, I don't want a place. I wanna be first, work till it hurts. Dehydrated thirst till I'm in a hearse. High ambitions in the right mind can take you so far. It's like you lived a few lifetimes. Take off from a break off from the weak minds. They can stay soft. You can change lives, you create thoughts. Never waste time. You got one shot, you got one life. Better pop off. What do you like? Make a dream job. No 9-5, no mean boss. Just my life and free thoughts. You could try to play, but you're never gonna beat me. Look the other way. What I'm doing ain't easy. Bloody hands stained from the people who deceive me. Change the world, change times, rearrange them. Staying on pace, running the race. Life is a chase, I don't want a place. I wanna be first, work till it hurts. Dehydrated thirst till I'm in a hearse. High ambitions in the right mind can take you so far. It's like you lived a few lifetimes. Take off from a break off from the weak minds. They can stay soft. You can change lives, you create thoughts. Never waste time. You got one shot, you got one life. Better pop off. What do you like? Make a dream job. ან სხვა მანქანა რომ აქვს ტრენაჟერი ასე ვთქვათ, დაბალი მკერდი რო გავაკეთო და ამას ვაკეთებ, ადრე დაждდომილით ვაკეთებდი, მაგრამ რო ვწდები, ფეხებზე მეხრება ასე ვთქვათ, სტაბილურად არ ვარ, თან მე უკვე წენას რო ბერწონას რო ვეწევი, მაღლა მწევს ასე ვთქვათ. ნახ ვაკეთებ. ცხელა დარჩენილი მაქვს კიდე ბევრი. ნახოთ. სადამდე გავქაჩავთ, მაგრამ ეთისობის კი მერგი ვარ. წაგეფიქრ მაგას რატო Try to play, but you're never gonna beat me. Look the other way, what I'm doing ain't easy. Bloody hands stained from the people who deceive me. Muddy hands break through the chains, go free me. Looking for change, looking for pain. Pulling a mob, pushing a train. I'll never stop, stick to a lane. Pick up the pieces and go rearrange. Try to play, but you're never gonna beat me. Look the other way, what I'm doing ain't easy. Bloody hands stained from the people who deceive me. Muddy hands break through the chains, go free me. People like sheep move feet, hurt it easy. You don't wanna be fast asleep when they scheming. Better stand tall, ready for a fight, believe me. When they try the chains, say no, free me. So he's been looking for somebody who could save him, instead of searching inside for what they gave him. A strong will, strong mind causes mayhem. We could change the world, change times, rearrange them. Staying on pace, running the race.
be first, work till it hurts, dehydrated thirst till I'm in a hearse. High ambitions and the right mind can take you so far. It's like you lived a few lifetimes. Take off from a break off from the You could try to play, but you're never gonna beat me. Look the other way, what I'm doing ain't easy. გამოვედით ყველა ცხელა ჩემი. მოჩიტკო ვარჯიშს გამოვედით. რაც ეს ვარჯიში, ანუ ეს სისტემა შევცვალეთ, უკვე გავიდა 2 კვირაზე მეტი და შედეგი გვაქვს თან უფრო რა შემთხვევაში. დავიკელით ცხიმი და უფრო, ასე ვთქვათ, იგივე წონებს ვეწევით და რეპეტიციები გავაუმჯობესეთ. თითქმის ყველა მაგალითზე არა, მაგრამ პირველ სამაგალითზე სანამ დაღლილება შეგვიტყობა ძალიან იქ გაუმჯობესებული გვაქვს, სიმართლე რომ გითხრათ. bench press-ზე იგივეს ვეწევით, განტალებით მკერდზე იგივეს ვეწევით, ერთი რეპეტიცია მოვუმატეთ. ცხელა 44 გრადუსი არის სპანეთში. სწავლე და იქ აგიხსნით რა და როგორ გავაუმჯობესეთ. სახში ვართ უკვე, ნაბიჯებიც გავიარეთ, ვიმუშავეთ და წყალიც გადავიველეთ, სიმართლე გითხრათ და პაკეტი მომივიდა. აქ HSN არის მაღაზია სუპლემენტაციის, ონლაინ მაღაზია არის, თუ გამოვიწერე. My Protein-ში გამოწერილი მაქვს, pre-workout-ი მაქვს გამოწერილი და კიდევ პატარა pre-workout-ის რო შევავსო, ასე ვთქვათ, გამოვიწერე, იმიტომ რომ რასაც შედის იმ pre-workout-ში, ზოგი რაღაცები აკლია და ასე ვთქვათ, პერსონალიზაციას ვაკეთებ, ასე ვთქვათ, რაღაცებს ვამატებ, რომ 100% pre-workout იყოს. იმიტომ რომ რო ვეძებ და რო ვარჩევ, ყოველთვის ყველას რაღაც აკლია. და მაგიტომ ავარჩიე და იმებს რომ მოგიხსნით, მე აგიხსნით რა რატო შევარჩიე. ახლა აქ ვიცით უკვე რა ანუ გამოწერილი მაქვს, რა თქმა უნდა. დიდი არაფერი არ მაქვს გამოწერილი, ანუ დიდ რამეებს ცილოვანს და პროტეინებს არ ვთქვავს, იმართლა რომ გითხრათ. ეს დოსიფიკატორი არის. ნახე რა საკაიფოა. ეს გვაქვს აშუაგანდას ვსვავ ყოველთვის ძილის წინ და რო ვდგები დილით. თუ გინდათ რომ მოძებნოთ, ყველაზე კარგი არის KSM 66 რა, 66 უფრო სუფთა და უფრო კარგი არის და მე რასაც ვსვავ ეს არის ინტრაინტრემარის, ასე ვთქვათ, ნახშირწყალი, ასე ვთქვათ, ნახშირწყალი, იმიტომ რომ ანუ როცხელა და საკვებს, ასე ვთქვათ, სანამ მივალ რომ ვერ ვიღებ არ შემიძლია, მაგიტო ვეხმარებ ამას ნახშირწყალს და ეს არის ბრინჯი, ანუ ბრინჯის ფქვილი როგორ ეგრე ითქმის და რატომ სამუშაოზე მიმაქ და კონტეინერში, ასე ვთქვათ, მიმაქ მარილს ვაყრი და ამას ვჭამხმე სანამ სავარიშოთ წავალ რამდენიმე საათით ადრე. თუ გინდათ რომ ანუ ჩემი დიეტა აგიწეროთ გაშრობის, ასე ვთქვათ, როგორც ჩამოვედი 83 კილოდან 76 კილოზე, 10% ცხიმი თუ რაღაც 10% მეტი მქონდა, უბრალოდ გავიზომე უკვე 9 და რაღაც მქონდა, ეგაც ვიდეოები მაქვს, წინა ვიდეოები შემოწმეთ. ახლა მაქვს 7.6%. ოღონ 5 დღის უკან გავიზომე, ყველაფერს მივიკეთებ ხოლმე. და ეხლა დაახლოებით ალბათ 7%-ზე მექნება ცხიმი. დააკომენტარეთ თუ გინდათ რომ დიეტა ავტურთ მარტო ერთი ვიდეო დიეტა იყოს, რას როგორ ჭამ და რამდენს კვებას ვაკეთებ და რა კალორიებს ვაკეთებ. ბრინჯს ჭამ ეხლა და სალათი, ასე ვთქვათ. ბრინჯი, ქათმის ფილი მაქვს და სალათი მაქვს დარჩენილი, რომ ჭამ ერთი ჭამა. და რაც შეეხება დღის ვარჯიშს, ანუ რაც ვარჯიში შევცვალეთ, სიმართლე გითხრათ და დეფიციტი დავიწყე და 10 კილო დავიკელით უკვე. იგივე წონებს ვეწევით, ყველა მაგალითს დღეს bench press-ზე განტელებით რეპეტიცია გავაუმჯობესეთ, ხელებზე, მხრებზე, გადაჯვარდინებულზეც გავაუმჯობესეთ, იგივე ერთი რეპეტიცია მოვუმატეთ. კიდევ ზევიდან ქვევით რო ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, კერც, ეგაც ერთი რეპეტიცია გავაკეთეთ. წინაზე არ გადავიღე, მაგრამ წინა გუშინ ვივარჯიშე, გავაკეთე ხელები და ბიცეპსებს გავაკეთე, იქაც ვაუმჯობესებ. სიმართლე გითხრათ, რაც შევცვალე ეს ახალი სპლინტი, რაც გავიკეთე და უკვე ორგანიზმს ცოტა მიეჩვია, ასე ვთქვათ, რამდენიმე კვირა გავიდა.
ანუ შედეგი მაქვს იმის დამიხოით რომ წენებს ვაუმჯობესებთ და თან წონაში ვიკლებთ. ეგ იმას ნიშნავს რომ კუნთს ვზრდით და ცხიმს ვაკლებთ. თუნდაც ყველაფერი დეტალურად აგიხსენებთ, მაგრამ დაბლა დააკომენტარეთ რა გაინტერესებთ, ნუტრიცია გაინტერესებთ, დიეტა გაინტერესებთ, თუ ვარჯიშები გაინტერესებთ, როგორ შევქმენი ვარჯიშები და რატო დავაპროგრამე მასე, დაზუსტებით, რო აგიხსნათ და მეორე ვიდეოს მაგას გადავიღებ. მეორე ვიდეოს რო გადავიღებ, თან უკვე ავხსნი, უკვე მომიწევს, მე მგონი მეორეზე მომიწევს უკვე ორ კვირაში ერთხელ მიწევს იმათლე გითხრათ. პარამეტრების, კუნთების გაზომვები, ასე ვთქვათ, ხელების, ბიცეპსის, კისერსაც ვიზომავთ. აგიხსენებთ თან რამდენი პროცენტ ცხიმზე ვართ. 7.6 საკმარისად დაბალი პროცენტი არის, სავარაუდოდ ძალიან სტრიქტული დიეტა არ მაქვს იმათლე გითხრათ, იმიტომ რომ კვირაში 2 დღე ჰამბურგერებს ვჭამ, დიეტას არ ვიცავ და მაინც წონაში ვიკლებთ, ალბათ სტრიქტულად რო ვარჯიშოთ უფრო 100%-ით უფრო მეც დავიკლებდით, მაგრამ მარტო ვარჯიში და ეს ფიტნესის არ არის, ანუ სხვადასხვა უნდა დავთქვით და თან მისწორდება, ასე ვთქვათ, მასე რომ ვარ, ანუ 100% ვარ და გრუზული ვარ უფრო და დიეტასაც ვიცავ, მაგრამ ანუ თან რაც მინდა იმას ვჭამ, ასე ვთქვათ, ძინება სიმართლე აქ 9 საათი არის, მაგრამ მე ახლა კალორიის დეფიციტი რო გვაქვს საღამოს 8 საათიდან უკვე იმენა ვითიშები, ჯერ საჭმელი შევჭამ დარჩენილი მაქვს ჯერ კიდევ 1 საათი სამუშაო, ჯერ კიდევ არ ვიძინებ და გვეძინება უკვე სიმართლე გითხრათ. ძალიან ბევრს ვლაპარაკო უკვე როცა მეძინება, ან კი ძალიან გათიშული ვიყო რომ მეძინება. ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს ვლაპარაკო, იმიტომ რომ მეძინება უკვე. წყალი კი გადავალო 20 წუთი ვიბანავე, მაგრამ არ მიშველა. წავედით.